ოკეანე დუმელი Madloba. Ახლა კი ყველა მერთად. საქართველოს! გაუმართ! ჯოს! გაუმართ! ჯოს! გაუმართ! ჯოს! მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეს ბათუმია, ბათუმის საპროტესტო აქცია და პროტესტი 252 გამო როცა მოქალაქეები ისევ გამოდიან საპროტესტო აქციაზე და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება და პრინციპულობა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, ამ წინამდებობის შეჩერებას, მაშინ როცა ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დასვა, შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით ოცნების რეჟიმა ამ ქვეყანაში ივანიშვილის რუსულმა რეჟიმა და მოქალაქეები როგორც აქ ასევე საქართველოს კუთხეში ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ სათქმელს, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას და იმას რომ ქვეყანაში დამყარდეს რუსული დიქტატურა, რომ ქვეყანამ ჩაკეტოს რომ ქვეყანას ჩაუკეტონ გზა ევროპისკენ. დღეს თქვენ მოისმინეთ, რომ ქართულ ოცნებამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უგზო მიმოსვლა შეიძლება შეჩერდეს და ღვთიური მანანა ხომ არ არისო უგზო მიმოსვლა დღეს მოვისმინეთ ჩვენ შალო პაპუაშვილისგან პარლამენტის არლეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია უგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. მაშინ როცა ჩვენ ვიცით, რომ თუ რა სარგებელი აქვს პრაქტიკულად უგზო მიმოსვლას კონკრეტულად მოქალაქეებისთვის, მაშინ როცა მართლაც რომ გაუქმდეს უგზო მიმოსვლა ამ დროს სავარაუდოდ ხელისუფლების წარმომადგენლები შეძლებენ რომ მიარონ მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებშიც მათ შორის ვინც არ არის დასაგრირებული, ხოლო მოქალაქეების დიდი ნაწილი შეიძლება ისევ ვერ მოხვდეს ევროპის ქვეყანაში და ვერ შეძლოს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება და ჩვენ გვახსოვს ასევე ძალიან კარგად, როცა უგზო მიმოსვლის პირობა მიიღო საქართველომ, როგორი იყო მაშინ იგივე ოცნების პოზიცია, რომ ეს იყო მათი დამსახურება, მათი მიღწევა, ქვეყნის მიღწევა და ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება უშუალოდ ოცნების ხელისუფლების, რაც კი თავად ოცნების ხელისუფლება არლეგიტიმური ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება გვესაუბრება იმაზე, რომ არც არაფერი არ უშავს, თუ კი უგზო მიმოსვლა შეუწყდება საქართველოს, ღვთიური მანანა ხომ არ არისო, ეს უგზო მიმოსვლა დღეს მოვისმენთ, როგორც გითხარით, პაპუაშვილისგან, ასევე ოცნების სხვა სახეებიც გამოჩნდნენ, მათ შორის ოზარ სუბარიც ალაპარაკდა რუსული პროპაგანდისტული გზავნილებით, ასევე მოვისმენთ ნინო წელოსანის პოზიცია, მან თქვა, რომ პაქტკას საპირწონედ პატრიოტიზმი თითქოს ევროპა გვართობს ქართველობას და მსგავსი განცხადება მოვისმინეთ მოკლედ დღეს განმავლობაში მორიგი ტალღა რუსული პროპაგანდისტული გზავნილების ამ შემთხვევაში ეს შეეხებოდა უგზო მიმოსვლის საკითხს. მოდით მე მინდა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დავუსვა კითხვები კონკრეტულად გავესაუბრო დღეს დღევანდელი საპროტესტო აქციის მონაწილეების პოზიციები გავიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ლადო აფხაზაოს ხედავ აქ მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მინდა მას გავესაუბრო. მოგესალმებით ბატონ ლადო. არ ვიცით რა. მასწავლებლების პირდაპირ ეთერში, ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ. საინტერესო უგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დღეს რა განცხადებებიც გაკეთდა, ალბათ მოისმინეთ, ხო? რომ პაპუაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტის არლეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ეს არ არის ღვთიური მანანაო, თუ კი გაუქმდებაო საქართველოს უგზო მიმოსვლა ევროკავშირთანო და რაღაც განზრახვა ჩანს, რომ არა მარტო პაპუაშვილი, არამედ ოცნების სხვა სახეებიც, იგივე ოზარ სუბარიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, ასევე ნინო წილოსანი, მან თქვა, რომ ამის საპირწონე თქვათ არის პატრიოტიზმი, თითქოს ევროპა რაღაც საფრთხეს უქადის ჩვენს ქართველობას და საქართველოს. რას ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს ოცნების ეს ამ გზავნილების გააქტიურება ამ შემთხვევაში უგზო მიმოსვლა ესე? ქართული ოცნებისთვის ვიწროვდება გზა. და ეხლა უკვე ეს დარჩათ და რაღაცნაირად მათ გონიათ, რომ ამით ხალხს შეგვამზადებენ, რაღაც ნიადაგში ამზადებენ.
გაუმჯობესია მათი შვილები, მათი ნათესავები ჩამოიყვანონ ჯერ და მერე შეგვამზადონ. ახლა ხშირია შემთხვევა, როცა ხო მათი შვილები იქ სწავლობენ, ევროპის ქვეყნებში სწავლობენ, ან იქ ცხოვრობენ საერთოდ, ან იქ აჩენენ ასევე შვილებს, ხო რომ მიიღონ ევროპული ქვეყნის მოქალაქეობა. აი, მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები ჩამოიყვანონ და მერე გააკეთონ აი ასეთი განცხადება. იმიტომ რომ ცოტა არარეალურად გვეჩვენება ჩვენ ის, რომ მათი ოჯახის წევრები ევროპაში არიან, სწავლობენ, ცხოვრობენ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპა არ არის რაღაც ეციური მანანა. ჩვენ არ ვიცით რა მანანაა, მაგრამ კაი მანანა რომაა, ისიც კი ვიცით. ამიტომ ასეთ ზღაპრულ განცხადებებს თავი დაანებონ და მიხედონ საქმეს და გადაწყვიტონ თუ პოლიტიკოსები არიან, უნდა განჭვრიტონ აი ცოტა ხანში. ეხლა კი გონიათ რომ ძალიან კარგად არის. ჩვენ დროის ფაქტორია. ყველაფერი არის დროის ფაქტორზე დამოკიდებული. მალე ესენი გასაქცევად იქნებიან, მაგრამ იმ ევროპაშიც ვეღარ გაიქცევენ. იმიტომ რომ რატო ფიქრობთ ამას, რა აჩვენებს ამას თქვენთვის, რომ შეიძლება გასაქცევად გქონდეს მალე საქმე? ყველაფერს იყენებენ. აი ტრამპმა ასეთი რამე თქვა და ისე იგი ჩვენსკენ, აი იმან ესეთი რამე თქვა და ისე იგი ჩვენსკენ. ანუ ყველაფერს იყენებენ ისინი აღიარებისთვის და საერთოდ ბოლო მეორე ადგილზე არის უკვე სახელმწიფო ყდომას აქ ხუთი ეტაპი. და აი ბოლო ეტაპზე არიან, სადაც აღიარებას ითხოვენ საზოგადოებიდან და ეს აღიარება ცოტა დიდხანს გაგრძელდება. ყველაზე გრძელი ეტაპია. აი ამ აღიარების ეტაპის შემდეგ უკვე დეპრესიაში ვარდებიან ხელისუფლებები. ეხლა რა ეტაპზე არის თქვენ? აი ხა არის აღიარებას ითხოვენ, ამიტომაც არის რომ ყველა აღიარებას ლეგიტიმაციის აღიარებას. ლეგიტიმაცია უნდათ. აი მაგალითად ამერიკის ელჩი შეხვდა და იმას შინაგან საქმეთა სამინისტრს და ეგრევე სურათები დადვენ. აი თურქეთში იყვნენ ახლა რაღაც ხელა დაადვენ. ხო, ახლა იმაში აზერბაიჯანში წავიდა ჩვენი პრეზიდენტი და აი ასეთი რამეები ცდილობენ რომ აღიარება მოიპოვონ, მაგრამ სულ მალე უკვე ძალიან გაგრძელდა და სულ მალე ესენი ჩავარდებიან დეპრესიაში. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ივანიშვილის რეჟიმი არ არის მზად იზოლაციისთვის, ანუ თუ კი არ აღიარებს მას დასავლეთი და ჩანს ამ გადასახედა რომ ეს პერსპექტივა არ აქვს სოციალიზმის რეჟიმს, ხო? არ აღიარებს ევროპაში რომ ჩვენი ოჯახის წევრები არის და ფულებს რომ მაგზავნიან, ისინი უკვე ვეღარ იქნებიან და ისინი რომ ჩამოვლენ, მერე ჩვენ აღარ გავალთ აქციაზე, ისინი გამოვლენ. ხო, მაგას გაკითხებით, შეიძლება ესენი მზად არიან ამისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ ეს ლაპარაკობენ გქონდეთ ჩინური ენის სწავლებაზე სკოლებში. გონიათ რომ ევროპელი პოლიტიკოსები ამ მისი ხალხი, საქართველოს ხალხი რომელიც იქ ცხოვრობენ და სწავლობენ და ფულს რო აკეთებენ და სახში აგზავნიან და ამით ოჯახებს ინახავენ, იმათ დატოვებენ გონიათ აი მოეფერებიან და არ წახვიდნენ. ჩინური სწავლაზე რას ფიქრობთ მარტო სკოლებში, რაზეც ასევე ქართულს ვერ ვასწავლით ბავშვებს, იმიტომ განათლების სისტემა არის ნულზე დასული, ხო? აი რომელ ჩინურზე ლაპარაკ, აი მართლა ჩინურზე ლაპარაკ. განათლების რა ჩინური, რის ჩინური, რისი მასწავლებელი ყავს, ჩინურის კი არა, კვალიფიციური მასწავლებლები ჭირდება კიდევ და უფრო მეტი ჭირდება და რაღაც რეფორმები ჭირდება. რა რეფორმებიც აქამდე გატარებულია, ისე ვერ გააკეთებდა საქმეს, უფრო კარგად იქნებოდა საქმე ეს რეფორმა რო გააკეთა. რაღაც ახალი რეფორმა ისევ ჩასატარებელია, მეტი თავისუფლება, დეცენტრალიზაცია. აი ამას ვიძახით და კიდო ცენტრალიზაციისკენ მიდიან, რომელშიაც თავისუფლება თუ განათლების სისტემაში არა იღუპენ. და ყველას მოუჭირეს ხელი, აბა ეს განცხადება არ გააკეთოთ. ეხლა ლაიქი მიეცით პრემიერ-მინისტრის იმის პოსტებს და ასე განათლება არ მიდის, ხო? მასწავლებელს სჭირდება თავისუფლება, სკოლას სჭირდება ავტონომია და დეცენტრალიზაცია ჭირდება განათლების სისტემას და არა ცენტრალიზაცია. და ჩინური სწავლა. და კიდევ ჩინური ვაიმე ხან ბავშვებმა ხან ზოგიერთმა კითხვა არის ის ქართული რომელ ჩინურზე მელაპარაკები ანდა ეხლა ბავშვი რომელიც ეროვნულ გამოცდებზე ემზადება კიდევ დაიმატებს ჩინური უნდა ვისწავლო ანუ მათ გონიათ რომ
ახალგაზრდებს ჩინურს ასწავლიან და სამომავლოდ ურთიერთობა გვექნება მოძმე ჩინეთთან და მოკლედ ზღაპრეს თავი დაანებონ რა და ცდილობენ. ამ თქვენ როცა ამბობთ რომ ეხლა აღიარების ეტაპი აქვს ოცნებასო, ფიქრობთ რომ ივანიშვილს აქვს ამის მოლოდინი რომ მას აღიარებენ, თქვენ თქო დასავლეთი მას აღიარებს, ანუ ეს რეალური გასვლა მისი მხრიდან ამის ნიშანი მას შეიძლება კონდეს? ივანიშვილს ეხლა ძალიან ცუდ დღეში არის, იმიტომ რომ სხვადასხვა მოლაპარაკებებში არის, ალბათ მე ვერ დავიჩემებ. ის ცდილობს ვაჭრობს ეხლა, ბატონი ივანიშვილი ვაჭრობს. სხვადასხვა ახლა ცდილობენ რომ რიგარეშე არჩევნები ჩაატარონ, მაგრამ თვითმმართველობა და საპარლამენტო ერთად ჩაატარონ და აი ძალიან ბევრი რაღაცებზე ფიქრობენ და აი მე მინდა ვიხილო ეს ხელისუფლება დეპრესიის ეტაპზე და დეპრესიაში ისინიც რო ჩავარდებიან, ჩვენც ვარდებით და აი ვინც პროტესტს გამოთქვამს, ისინიც დეპრესიაში ვარდება და ძალიან ცუდ დღეში ვიქნებით, მაგრამ ალბათ გავიხარებთ იმით, რომ ჩვენ დავინახავთ აი ბოლოს წინა ეტაპს, რომელსაც ქვია დეპრესიაში ჩავარდა და აი დეპრესიის ეტაპის შემდეგ უკვე ხელისუფლებას ეწყება ანუ შეგუების ეტაპი ეწყება და შეგუების ეტაპიდან უკვე მალევე მოდის გამარჯვება. ეს ჩემი ნათქვამი არა, ეს არის ძალიან ერთ-ერთი ავსტრალიის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყურდება აი ამ საპროტესტო ყველა პროტესტის მონაწილეებს, ვთქვათ, რა მოხდა, ვთქვათ, პოლონეთში, რა მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში. ხო, ეს პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობთ ამას. ანუ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ აი მეორე ეტაპი, რომელიც უკვე გავიარეთ, პირველი ეტაპი არის განრისხების ეტაპი და განრისხდა ჩვენი მთავრობა. შემდეგ არის დუმილის ეტაპი და დადუმდა და ფიქრობდით, რომ საერთოდ აღარ გვისმენენ ისინი და აი მეორე ეტაპში ჩვენ თვითონ ვინც ვაპროტესტებდით, აი ბევრი შეცდომები დაუშვით. მაშინ აი მაგალითად ვინც ხელისუფლების მომხრეა, ისინი წავშალეთ Facebook-ები და აი ეს წინასწარ აი ერთი როგორ გითხრათ, ერთი წლის წინ მოусმინე მე ამ შეხვედრას ავსტრალიაში, სადაც აი რო წავშალეთ ზოგიერთი სხვა მომხრეები, მე გამახსენდა რომ შეცდომა დაუშვით. ალბათ ერთი 150 Facebook მეგობარი მე პირადად წავშალეთ და წაშალა ძალიან ბევრი. აი სწორედ არ უნდა წავშალოთ, იმიტომ რომ ჩვენ რა პოსტერსაც ვდებთ, იმათმაც უნდა წაიკითხოს და იმათმაც უნდა გაიგოს. მადლობა, ეს ლადო აფხაზავა იყო, მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი. თქვენს უსმენთ ბათუმის საპროტესტო აქციიდან. გრძელდება ბათუმის საპროტესტო აქცია. ეს 152 ღამეა, როცა მოქალაქეები იკრიბებიან ქუჩაში. ბათუმის შემთხვევაში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 152 საღამოა, როცა იმართება საპროტესტო აქცია. ნებისმიერ ამინდში ძლიერი წვიმა იქნება, ეს ძლიერი თოვა. ყინვა, აქ ღამესაც კი ათენებდნენ მოქალაქეები, კარობიც კი იყო გაშლილი, მაშინ როცა მზია ამაღლებელი ჟურნალისტი დააკავეს და თქვენ იცით რომ ეს პირველი ქალი ჟურნალისტია და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი ქვეყანაში, რომელიც ახლა ამ დროს რჩება უკანონო პატიმრობაში და ერთი გარემოება აჩვენებს იმას, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და თქვენ ალბათ ნახავთ არაერთი საერთაშორისო თუ ავტორიტეტული ორგანიზაციის ასევე უფლებადამცველის თავად ქვეყნის შიგნით უმსაზრებას და შეფასებას თუ რატომ არის ის პოლიტიკური პატიმარი, უმთავრესი გარემოება კი არის გაყალბებული უქმები, რომელიც დევს მზიამაღლობელი საქმეში და ამ სიყალბეს ადასტურებს მარტივად ვიდეო ჩანაწერები და ამ გაყალბებული უქმის საფუძველზე შეუქმნა სწორედ მას მოსამართლე სახელაშვილმა აკუთრი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა წინასწარი პატიმრობა. მოდით გიორგი კირთაძეს ვხედავ საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკოს პარტია ახალის ლიდერს, მოდით მისი მოსაზრება მოვისმინოთ დღეს ქართული ოცნების მიერ გააქტირებულ ახალ პროპაგანდისტულ გზაზე, რომელიც შეეხება უზო მიმოსვლის გაუქმებას
მოგესალმებით გიორგი, ბოდიშერ გაწყვეტინებ საუბარს პირდაპირ ეთერში ვარ. მინდა გითხოთ დღეს გააქტიურებულ ახალ გზავნილზე, რაც გააქტიურა ქართულ მოსვლმა, შეეხება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ხო? ეს სეციური თუქთური მანახომ არ არისო. პაპუაშვილი კითხულობდა დღეს არალეგიტიმური არაკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარე, მას შემდეგ აყვა ქართული ოცნების სხვა სახეები, იგივე სოზარ სუბარიცკი დღეს საუბრობდა კრემლისტური რაღაც გზავნილებით, ასევე ნინო წილოსანი. რას ფიქრობთ თქვენ, ეს რა ეტაპია ახლა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რას აჩვენებს, როცა ისინი გვეუბნებიან იმას, რომ თითქოს არაფერს არ ნიშნავს, თუ კი უვიზო მიმოსვლას გაუქმებენ საქართველოს. როგორც ჩანს თვითონაც ხდებია, რომ ძალიან ახლოს არის მათი მიტაცებული ძალაუფლების გამო ჩვენი ქვეყანა იმ ეტაპზე, როცა შესაძლოა რომ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, როცა ხდები ბელორუსი, ხო ბელორუსს არა აქვს უვიზო მიმოსვლა, რუსეთს არა აქვს უვიზო მიმოსვლა ევროპაში და ასე შემდეგ. ამიტომ როცა ეს საფრთხე იგრძნეს, ეხლა დაიწყეს ბუნებრივი ამ ეს საუბარი, რაც რავი, ვისაც ყვებენ ამით, ვის ესაუბრებიან, რა შვაშია პატრიოტობა და უვიზო მიმოსვლა, რატო პატრიოტი ადამიანები, რატო არ უნდა დადიოდნენ უვიზოთ და ასე შემდეგ. ხა საერთოდ რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? ხა გასმე იყო ძალიან ცხადი, რომ აი ქართველობას თითქოს უკავქადის საფრთხე, სამშობლოს არ და ხოსულ პირიქითაა. სამშობლოს გვართმევს ევროპა, ხო ამას გვეუბნებიან. რეალურად ხო ხოსულ პირიქითაა. არ შეიძლება ვეფხისტყაოსნის ქვეყანა რაღაცა იმღირებულებების მატარებელი არ იყო, რომელზეც დგას დღეს ჩვენი დასავლუთელი მსოფლიოს დასავლური ცივილიზაცია, ხო? ჩვენი ადგილი ბუნებრივად არის, რა ვიცი, უხსოვარი დროიდან ქართული კულტურით, ტრადიციებით და ასე შემდეგ ჩვენი ბუნებრივი ადგილი არის მართლა ევროპულ ფასეულობებთან სწორ ცხოვრებასთან, სადაც ყველა ადამიანი არის თანასწორი, სადაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა არ ხდება, სადაც არის დემოკრატია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რაღაცა რუსული ნარატივები ქართული ოცნების მხრიდან გასაგებია ვიღაცებისთვის საქმეების მიცემას აპირებენ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ყველას კარგად უნდა ისმოდეს, მათ შორის ევროკავშირში, რომ ამ დროს პირველ რიგში დაიჩაგრება მართლა ის ხალხი, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის წლებია იბრძვის და მომავალშიც უნდა იბრძოლოს. სწორედ. რავი, ჩემი აზრით ბევრი ქართული ოცნების ბევრი წევრი უნდა დასაქციელოს. პრობლემა შეძლეს ის, რომ საკუთარი შვილებისთვის, ანუ საფრანგეთის ქართული ოცნების წევრები ისევ შეძლებენ, რომ წავიდნენ ევროპის ქვეყნებში, მათ შვილები ისევ სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში. კაცო, მოქალაქეები არიან იმ ქვეყნებში, იმიტომ რომ რავი, შვილი შეეძინათ ვიღაცას ამერიკაში დადიან სამშობლიაროდ და ასე შემდეგ. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორი კომუნიკაცია ვისაც ეს ეხება, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს იქნება ევროპის კავშირთან და ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ქვეყანა კი არ დაიჭება და ნიადაგის შემზადება ხომ არ დაიწყო, მაშინ რას უკავშირდება ეს რაც დაიწყო ქართული ოცნება? ხო, ქართული ოცნება ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მიტაცებული ძალაუფლებით არ შეიძლება იყოს რაღაცა ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან რაღაცა შესაბამისობაში. ხო, მიტაცებული ძალაუფლება ნიშნავს იმას, რომ შენ არ ცხოვრობ სწორი წესებით და ბუნებრივია, ხო, შენ ევროპასთან არაფერი გესახება. მაგრამ რა ფიქრობთ, რომ ეს არის კრიზისი რაღაც ერთგვარად ივანიშვილის, შეიძლება პირიქით არის, რომ ის ამით იმტკიცებს და კიდევ უფრო მეტად ახდენს კონსოლიდირებას ამ დიქტატურის, ავტორიტარიზმის, რომელსაც ამყარებს ამ ქვეყანაში, რომ აი ხო მე იზოლაციას ვჭირდება, არ ვჭირდება რაღაც საზღვრები და მოკავშირეობა ევროპასთან. ის რომ ივანიშვილი ამას ფიქრობს, რომ მას შეუძლია სრული იზოლაციით შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება, ეს არის ფაქტი. ივანიშვილი ამას არ ფიქრობს, არამედ ყველა ნაბიჯს ამისკენ დგამს. ის იღებს შესაბამის რაღაცა კანონმდებლობას ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, არგოს ადამიანის უფლებებს, იჭერს უდანაშაულო ხალხს, იჭერს ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. მას მიაჩნია, რომ შესაძლებელია იზოლაციით მოხდეს რაღაცა მისი ძალაუფლების შენარჩუნება. ოღონდ მე მგონია, რომ ეგ არ არის სწორი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს არის შეუძლებელი. ჩემი აზრით 21 საუკუნეში რაღაცა პერიოდი შესაძლოა ამ ყველაფერმა რაღაცა ძალადობამ, ამ მასშტაბის იზოლაციამ იბუშაოს, მაგრამ ეს ვერ მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში. რატო ვერ ქართული მოხდება? ოცნების წევრთა აი რაც ბელორუსიაში მოხდა თქვა, რაც ხდება აზერბაიჯანში, რატო არ შეიძლება იგივე მოხდეს? ერთი ხმაპატივისცემის მიუხედავად, რა ვიცი, მათ შორის ბელორუსი არის ადმი, ჩვენი ისტორიითაც და მათ შორის დღევანდელობითაც საერთოდ სხვა ხალხი ვარ და არ მგონია, რომ საქართველოში დიქტატურის ხო, მაგრამ მოხდა გასაბჭოება, ხო, იგივე 21 წელს საუკუნის წინ. ოღონდ კარგად უნდა გავიხსენოთ, რის ფასად მოახერხა საბჭოთა კავშირმა ბოლშევიკებმა მაშინ ძალაუფლების შენარჩუნება. ჩახშობილ აჯანყებებს კი არ გულისხმობ, ხო, 27-28 წელს ლამის წერა-კითხვის მცოდნე ყველა ქართველის ფიზიკური ლიკვიდაცია დასჭირდათ მას იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნებინა და ეხლა მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას ბელორუსს არ ეგონა, რომ ჩაში დახვიდავს ხალხს, ვერ დახვიდავს. იგივე რუსული განმეორების მისაღებად ყოფილიყო მზად. ჩვენ ვართ ბევრად მეტნი. არის სხვა სამყარო, არა მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლება არის, ესე ვთქვათ,
ბევრად უფრო ხელმისაწვდომი, არამედ ბევრი რამ სხვანაირად ხდება თანამედროვე მსოფლიოში, საერთოდ სხვა თაობა მოდის ამ ქვეყანაში, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების შვილები და არა მხოლოდ დეპუტატების გვინახია ჩვენ არ მხოლოდ აქციაზე მდგომი, არამედ რადიკალური განცხადებების გამკეთებელი, ხო? მომავალ თაობასთან იბრძოლა და ამ ქვეყანაში ებრძოლა ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ვეფხისტყაოსანი, ანუ შესაბამისად ევროპა და ევროპული ფასეულობები, რომელიც ასევე არის ბუნებრივია პირველ რიგში ქართული ფასეულობები იყოს მიუღებელი, ეგრე არ გამოვა რა. საბოლოო ჯამში ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, ოღონდ კიდევ ერთხელ მეორე, ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენზე, რა ფასი დაგვიჯდება ეს. თუ ჩვენ ვახერხებთ სწორად ორგანიზებას, გულისხმობ ყველას. ვახერხებთ ამ სწორად ორგანიზებას. პოლიტიკური პარტიების მიერ ყველაზე ხშირად ისმის ეს საყვედური მესმის სკოლას ეხება. ბუნებრივადაც არის, ალბათ ლოგიკურადაც არის, იმიტომ რომ რაღაცა ორგანიზებული ჯგუფებია, ხო, პოლიტიკური პარტიები და მათ რაღაცა მეტი საქმის კეთების ვალდებულებაც აქვს. მათ შორის პროტესტის ნაწილი. თქვენც უყურებთ ასე რომ მართლაც სუსტია ოპოზიცია, ბიგოთ თქვენი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს კლასიკური ავტორიტარიზმი უკვე ქვეყანაში. და როცა ამ პირობებში ვიღაცები ახერხებენ, ერქვათ ოპოზიციური პარტია და შეურიგებლად ებრძოლონ ამ ტიპის ხელისუფლებას, გუნდს, რომელსაც იარაღი აქვს და ყველაფერი შეუძლია გაგიკეთოს. მე მგონია რომ ეგ არ არის ცოტა და ამიტომ მესმის კრიტიკაც, თუმცა კარგად უნდა მოსმენდეს რა მოცემულობაში უწევს მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ სხვას მუშაობ. აზრი გამიგვიდა დავასრულე. მოკლედ რა ფასს გადავიხდით იძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლისთვის. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ჩვენ სწორად ორგანიზებას. კარგი ორგანიზებით ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალიან კაფეო მხარდაჭერა გვაქვს ცივილიზებული სამყაროდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი აუცილებლად ჩამოიშლება. არ ვიცი ამას რა სჭირდება. ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და თბილისში. კარგად ორგანიზებას რა სჭირდება თქვენი ხედვით? ან რა არის ამის რა ფაქტორები? არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც სამწუხაროდ ამას ხელს უშლის. პირველი ბუნებრივია ის, რომ ხელისუფლება ამისთვის აკეთებს ყველაფერს, ფულს, დროს, რესურსს. ამ ყველაფრის ესე თქვა ჩასასვლელად ხარჯავს ერთი ეს. მეორე კიდე რაღაც არის ფაქტორები მსოფლიოში, რომელიც სამწუხაროდ მანდამაინც საჩვენო არ არის კრიზისი, რომელიც ვერ მოგვარდა, ხო? ბევრი მიმართულები და ომი უკრაინაში და ასე შემდეგ, რომელიც საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევდა ჩვენი მიმართულებით, თუმცა ამის მიუხედავად უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ სწორი ორგანიზება, რათა საბოლოო ჯამში ვითია ივანიშვილმა და ყველამ გაბრაზებული ხალხის უმრავლესობა ორგანიზებულად იხილოს ქუჩაში. ჩემი ეს ეგ არის ივანიშვილის რეჟიმის დასასრული. გაბრაზებული ადამიანების ერთად ქუჩაში გამოსვლა. იმდენი დღით, რამდენი დღითაც ეგ იქნება საჭირო. ბათუმის საჭიროა, ქუთაისის, ზუგდიდის, თბილისის და ასე შემდეგ. გავიქცე. შეიძლება ეს იყოს ერთი მხოლოდ თბილისი, ან იყოს საქართველოს ბევრი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს რა. და მე მჯერა რომ მოხდება. თუ პოლიტიკური პარტიების ხოები სწორად იქნებიან კოორდინირებული ერთმანეთთან, ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, თუ არა და საბოლოოდ მაინც მოხდება. იმიტომ რომ ქართველი კაცი იგრძნობს, რომ მის ქუჩაში დგომას ეხლა ამდენი დღით აქვს მნიშვნელობა და ეს რეჟიმი ჩამოიშლება და ეგეც. მადლობა, ეს გიორგი კირთაძე იყო პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, თქვენს უსმენთ ჩვენს პირდაპირეთში. მოდი ნიკოსაც მოусმინოთ. მოგესალმებით ბატონების პირდაპირეთში. თქვენ ხართ სტუდენტი და განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი მოსაზრება. მაშინ როცა პირდაპირ გეუბნება დღეს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ თურმე ღვთიური მანანა არ არის ევროპასთან უზო მიმოსვლა, არა და ვინ და ყველაზე კარგად ალბათ სტუდენტები გრძნობენ, ხო? აი ამ საფრთხეს, მომავალი ცხოვრება, როგორი შეიძლება იყოს საქართველოში, იგივე განათლების მიღება, რომ ეს ხშირად დამოკიდებული ასევე ევროპაზე, როგორც გასულ პროგრამებზე, ასევე სწავლაზე და ჩვენ ვიცით, რომ იგივე მაღალ შინოსნებით და არალეგიტიმური ოცნების წარმომადგენლების შვილები სწავლობენ სწორედ ევროპის ქვეყნებში, ან იქ ცხოვრობენ საერთოდ, ხო? რას ფიქრობთ თქვენ ამ რა არის თქვენთვის, მოდით ეს გითხარით, იგივე უზო მიმოსვლა, რომელიც გაუქმებაზე დღეს ალაპარაკდა და ძალიან კაფეოდ ჩანს მათი განზრახვა, ალაპარაკდა ქართული ოცნება. უზო მიმოსვლა პროექტში ჩემთვის მაგალითად ძალიან დიდი შანსი იყო იმისა თუ გავსულიყავი ქვეყნიდან, შევცნობოდი ევროპულ კულტურას, ეკაური განათლება მიმეღო და სხვა მრავალი ბევრი ის დადებითი ბენეფიტი, რაც რეალურად ევროპაშია. ევროპა ბევრი ძალიან ნეგატიური კუთხიდან უყურებს, თუმცა გააჩნია ვის რას სურს რომ დაინახოს იმის მიხედვითაა ყველგან ყველაფერი. თუ ევროპა ეს ღვთიური მანანა არ არის, გადავხედოთ ელემენტარული ამ პარლამენტარების შვილებს. თითქმის ყველა მეორეს შვილი დაბადებულია ევროპაში, სწავლობს ევროპაში, ღებულობს ევროპულ განათლებას. ანუ რაღაცა კარგი დაღირებული ყოფილა ამ ქვეყნებში. მაშინ ასე გააკეთე. მოდი
თითოეული პარლამენტარი შვილმა, ვინც ახალსას გადააგზავნოს, ჩამოვიდეს საქართველოში, გააგრძელოს, აქ მიიღოს განათლება, გამოიყვანონ თავიანთი შვილები ევროპული სკოლებიდან, რომ საქართველოში ვისაც დაყავს, ასე ვიტყოდი, მარტივად მიაღებინონ საჯარო განათლებაში განათლება, საჯარო სკოლებში განათლება და ასე მივყვეთ ნელ-ნელა თუ თეორიული მანანა არ არის და თუ მათ ეს ყველაფერი არ სურთ. მოდით გადმოდონ გვერდით ჩვენ დაგვითმონ. ვისთვისაც ეს ძალიან შეიძლება კარგიც არის რომ რაღაც ქართულოსების ნაწილი ესეთ განცხადებას აკეთებდა დღეს რომ შეიძლება კარგიც და კომფორტიც არის მაგრამ თუ კი ეს უპირისპირდება ქართველობას და ჩვენ სამშობლოს ანუ სამშობლოს გვაკარგვინებს ჩვენ ევროპა ესეთი განცხადებები გააკეთეს გასასრულებლების სახეებმა ძველი დროიდან დღემდე რუსეთის გარდა არავისთვის არ მოუყენებია დიდი ზიანი თუ სამშობლოს გვაკარგვინებდა ძველი დროიდან მოყოლებული ეს იყო რუსეთი რომელიც გვართმევდა ენას ახლა თქვენმა ჩაიარა ჩვენ გვახსოვს როგორ ზოგს ახსოვს, ზოგმა ვიცით გადმოცემით, ზოგს აგვიკითხავს და ასე შემდეგ. გაუქმეს ავტოკეფალია ეს ეკლესიის შემთხვევაში. გაუქმდნენ ენას, სარწმუნოებას, განათლების სისტემას. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ აი აღდგომა მოდის, ახლა აღდგომის კვირეულია, რომ აი ძალიან ხშირად მომისმენია და წამიკითხავს, რომ სკოლაში რომ მივიდოდითო, თუ წითელი ფერი თქვენ გვექნებოდა ხელზეო, სახაზავებს გვიტყამდნენ, გეუბნებოდნენ, რომ აღდგომა არ არსებობს. აი მათი მესიჯ ბოქსიდან დაუპირისპირდები ისევ. რელიგია ავიღოთ, რუსეთი გვართმევდა მთელი ისტორიის განმავლობაში. განათლების სისტემა ავიღოთ, რუსეთი გვართმევდა ამ ყველაფერს. ისინი, ვინც რეალურად განათლებას ქმნიდნენ საქართველოს კულტურას, ამ ადამიანებს ხვდებდნენ, აციმბირებდნენ, ციხეში სამნეს წყლობით. ავიღოთ, სხვა ნებისმიერი მაგალითი ავიღოთ, ყველაფერში რუსეთი ყოველთვის საქართველოს დამცირებისკენ იყო მიმართული და დღევანდელი მაგალითი ავიღოთ, ასეა და ევროპა ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაცა დაფინანსებებით დაეხმაროს ადამიანებს, თუნდაც ჯანმრთელობის მიმართულებით ერთ-ერთი ექიმის პოსტი ვნახე. თუ თქვენთვის ხდიური მანანა არ არის, მე გეტყვით, რომ მართლა ძალიან ბევრისთვის არისო, იმიტომ რომ ბევრი ქართველი პაციენტი არისო, ისეთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირის გარეშე დღესდღეობით ვერ იქნებოდა ცოცხალი. და ჩვენ ვიცით ასობით ადამიანი, რომელიც მიდის საფრანგეთში, გერმანიაში, ევროპის ქვეყნებში, კლინიკებში, რომელიც მიიღოს უფასო და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. არა, იმიტომ რომ შეიძლება საქართველოში არ იყოს ვინმე მაგალითად ისეთი ადამიანი, ვინც ექსპერტო და გახდა არის. რომ არა გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიები, ან უკიდურესობა კიდე შეიძლება იქ უფრო შედარებით ნაკლები უჯდებოდეს რეაბილიტაციის შაფლით, ვიდრე საქართველოში. აი ეს ორი უკიდურესობა გვაქვს და აი ამ ყველაფერს რომ გადავხედოთ, დღესდღეობით ქართველი ხალხისთვის მართლაც ღვთიური მანანაა ეს ევროკავშირი და ვიმედოვნებ, რომ მათი ასე რომ ვთქვათ, უაზრო მიძღომებით, სინიკური დამოკიდებულებებით ქართულ ხალხს არ წაართმევენ იმას, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძოდა ეს ხალხი. ქართველობა ჩვენ ვერ წაგვართვეს რეალურად. რაც შენ არ გინდა რომ დათმო, იმას არის ვერავინ ვერ წაგართვეს. უქმედეს უბრძოლველად. რას ცდილობენ ისე ამით, რა მიზანი აქვს ამით ივანიშვილს ამ გზავნილების გააქტიურებით? ანუ როცა ისინი ცდილობენ რომ გააუბრალო, ხო? ანუ მნიშვნელობა დაუკარგონ იგივე უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას. ჩვეულებრივად ჩაიკეჭება ქვეყანა. ვერავინ ვერ საბლენ გავა. ანუ იზოლაციისთვის გამზადებენ. ვიზებზეც ისევ წვალება მთელი ამბები, იზოლაცია, შემდგომ უკვე გეუბნება, რომ აი, ოდესაც გასვლის შანსი არ გაქვს, გინდა არ გინდა გიწევს აქ დარჩენა, გაქცევს მარწუხებში და ცდილობს, რომ ამ ყველაფრით ხალხი მიიყვანოს მოწყვლად დონეზე, რადგან მოწყვლადი ერისმართვა ყოველთვის შედარებით უფრო მარტივია. მიეღწევს ამას თქვენი აზრით? ვიმედოვნებ, რომ არა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ძალიან ჯიუტი ხალხია. მაგ მხრივ 9 აპრილი, 14 აპრილი და მსგავსი ბევრი რამ გვახსოვს და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთთან უკრას მაგდონემდე მივიდეთ, ქართველი ხალხი ისევ ამოიღებს ხმას და საბოლოო ჯამში ისევ გაუფართოვდებით და საზღვრების ჩაკეტვის მაგივრად უფრო გახსნისკენ წავალთ ალბათ ნაბიჯნაბიჯ. რა შემთხვევაში მოხდება და რა არის ამისთვის საჭირო? თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ამ წინააღმდეგობის გაძლიერებას, ისე რომ ამან ეს აღმოჩნდეს ანგარიშ გასაწევი მართლაც. ჩემი აზრით ხალხმა პირველ რიგში უნდა გაიაზროს რა უნდა. უნდა გაიაზროს მნიშვნელობა იმისა, თუ როგორ სიტუაციაში იქნებიან ჩაკეტილ მდგომარეობაში და გახსნილ მდგომარეობაში. ელემენტარული ეკონომიკაც რო ავიღოთ, ეს უვიზო მიმოსვლა მარტო ადამიანების გადაადგილებაზეც არ არის. უვიზო მიმოსვლა ასევე არის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც დამოკიდებული, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ განვითარებულ ქვეყანას არ სურს ისეთ ქვეყანასთან დაახლოება, რომლებიც არიან დიქტატურისკენ მიმართულები, რომლებიც არიან ხალხის ჩაგვისკენ გადართულები, რადგან ევროპაში არსებობს მაგალითად ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანა, რომელიც
ბრიტანეთი რო ავიღოთ მარტივად ყველაფერს თავი დავანებოთ შევშვა და ბრიტანეთი ავიღოთ. ქართული ეკონომიკა, მაგალითად, სოფლიო ეკონომიკა თითქმის ბრიტანეთზე ამოიღმული, მაგალითად, აი ეს სავაჭრო ქსელი, როდესაც თუ ბრიტანეთმა დაადო ყადაღა მაგალითად სანქცია საქართველოს, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს თუ ღირს ლარი სიტყვაზე თქვა ერთი ცალი კარტოფილი, ყველა ამ კარტოფილის ფასი შეიძლება გახდეს 10 ლარი. გამომდინარე იქედან, რომ სავაჭრო ეკონომიკაზე ძალიან მოქმედებს და ვნახოთ რა მართლა არ ვიცი რა იქნება მეც მოლოდინში ვარ ვიმედოვნებ რომ ის უკიდურესობა არ იქნება რასაც ყველა ველოდებით და საბოლოო ჯამში ქართველი ერი გამოიღვიძებს რა მადლობა ეს ნიკო მირცხულავა იყო სტუდენტი რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ბათუმელის პირდაპირ ეთერში ეს საპროტესტო აქცია ბათუმში მე შეგახსენებთ რომ ეს პროტესტის 152 ღამეა მოდი თემურ გორგაძეს მოусმინოთ პარტია გირჩი მეტი თავისუფლება ხოსორია თემურ დღეს უცნობამ რაღაც ახალი გზავნილები გააქტიურა უზომი მოსვლა ზეციური მანანა არ არის ამჯერად ეს განცხადება მოვისმინეთ ჩვენ არალეგიტიმური ანტიკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარისგან ჩალო პაპუაშვილისგან შედეგად აყრნენ შეიძლება ითქვას პრინციპში პროჩანა სამზადისი დაგეგმილი მათი მხრიდან ხო რომ ეთქვათ რომ აი შეიძლება კი ბატონო კარგია ეს უზომი მოსვლაც მაგრამ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენ სამშობლოს თავისუფლებას და ამიტომაც ჩვენ კარგად ვიცით რა საირჩევს ქართველი ხალხიო რა ინტერესი ხედავთ ამჯერად ივანიშვილის მხრიდან რისთვის ემზადება ივანიშვილი იცი როგორ არის ზოგადად ან მეგობარს უყურებოდი მაგათ აქ ძალიან კაფეოდ და გამართული პიარი და თუ რა ქვია პროპაგანდა რა კობახიძე რაღაცა დააბრეხვებს მაგას ლაპარაკობს ყველა მედია რაც კი აქვს იმედების თავი ის ყველაფერი და მათ შორის ტროლები ბოტები სოციალურ სივრცეში და პლუს რაღაცა აგიტატორები ორჯონში სოფელში ბირჟაში მაგაში გვიგებენ ზუსტად რომ ანუ ისინი იქიდან არიან ხო დამაჯერებელია თქვენ პირობեք ვინმე ის მოქალაქეების რომ უზომი მოსვლა არის საფრთხის შემცველი ჩვენი სამშობლოს ანუ ბუდია იდიოტობა კაცო ანუ ვისაც რაღაცა წიგნი დაუნახია მაგას ეგ არ ჯერა მაგრამ ამბავე ის არის რომ ანუ ეგ არის ეს ბოქსი მაგის ვინც შეიძლება რომ რადიკალური გახდეს მაშინ ის მაგას გავიგებთ ზოგადად ჩვენი წაგება ხო იმით იწყება რომ ისინი როგორც თავრობა ცოტა ადრე არიან ინფორმირებული ვიდრე ჩვენ სავარაუდოდ ძალიან დიდი ალბათობით ეგენ მაგათ გაიგეს რომ ვიზო რაღაც დროის მერე ეს არ იქნება მალე ალბათ მაინც და გაუქმდება წინასწარ ახლა აქვს აგებული პიარ კამპანია რომ იცი რა ეს ცუდია და ამიტომ ანუ მაგაში გვიგებენ სულ ეგ არის პრობლემა ჩვენი რომ იქეთ ხარეს ისინი არიან მწყობრად დაალაგებული ამას რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ჩვენი პასუხი ჩვენ რას ამბობთ უნდა იყოს მწყობრად და აი დღეს რომ ჩავთავთ ახლა ტელევიზიაში ფორმულაზე ცერტა იმავე უნდა ამბობდნენ ტელეპროზე ცერტა იმავე უნდა ამბობდნენ რა ყველა არხი რას თუ არის ერთ და იმავე მესეჯებს უნდა ლაპარაკობდეს და მათ შორის თქვენი მედიაც იმას უნდა ლაპარაკობდეს ჩვენც აქეთი ხარ აი რატომ მოვიგეთ ჩვენ რუსული კანონი ისინი ხო ეძახდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი აქეთი ხარ ეს ყველა ვის თუ არსებობთ ინჯეო პარტია მედია ყველამ დავარკვით ამას რუსული კანონი და საბოლოო ჯამში ახლა რო გახვიდე ქუჩაში და კითხო გამჭვირვალობის კანონი არ იცის არავინ იცის ყველა რუსული კანონი იმიტომ რომ ეგ პროპაგანდა თუ რაც ქვია მაგაში მაგრამ ეს პოლიტიკურად რა ეტაპია ეს აი როცა კონსოლიდირებას ახდენს ახლა ივანიშვილი თავისი ავტორიტარიზმის აი ამ რეჟიმის რა ეტაპზე გადადის ის ანუ გაჩვენებს რომ იზოლაციისთვისაც მზად არის და ეს არანაირ საფრთხეს არ უქმნის მან არის ერთი ესეთი დეტალი აი ფინანსურ სანქციებს ევროკავშირის მიერ ფინანსურ სანქციების დაწესებას ჭირდება ხმათა უმრავლესობა, მაგრამ აი სავიზო სანქციებს არ ჭირდება ხმათა უმრავლესობა. უნგრეთს ყოველთვის ავალებს ხოლმე რუსეთი რომ არ დაუწესო ევროკავშირმა სანქციები მათ შორის ბიზნეს, რადგან ეს სანქციები ფინანსური, რომელიც ბიზნესს დააზიანებდა, ვერ ხდება. ევროკავშირი სავარაუდოდ მოუწევს სავიზო სანქციები, ამიტომ დააწესოს, იმიტომ რომ იქ უკვე ხმათა უმრავლესობა არ არის საჭირო. რომ ბიზნესს საკუთარ თავს იცავს იმის ხარჯზე, უბრალოდ რუსები ბიზნესს
წინას იცავენ იმის ხაზზე, რომ ჩვენ უიზოს გადავიქმნებენ, იმიტომ რომ უიზოს გავქნოთ რომ მარტივი არის. ეხლა რასაც აკეთებს, აი დაახლოებით ყობახიძემ რო თქვა, ევროპა აღარ მინდაო და ხალხმა რო იხულა, სავარაუდოდ ეგ არ ხონდნენ გათვლილი და ეხლა წინასწარ ამზადებენ მაგისთვის, რომ როდესაც თვითონ გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ აღარ გვაგვინდა ევროკავშირთან, მე არ მგონია რომ ევროკავშირს დაელოდებიან, როგორც პასედან გამოვიდნენ ისე და როგორც ევროპა აღარ გვინდაო თქვეს ისე, იმიტომ რომ თუ მიხვდებიან რომ უწევ ბოლო მომენტია და ევროკავშირმა უნდა გააუქმოს, უბრალოდ დარწმუნებული თქვენ გამოყოფახით და რაღაც ზღაპარს და იტყვის რომ არ გვინდა ჩვენ ევროკავშირის ვიზა და რაღაც ვიზიტაც წავალთ და რაღაცა. აი მაგას რომ იტყვის ერთ დღეს დაგება ყობახიძე, აი როგორც დასაწყისისთვის ხალხმა იხულა. ანუ ეს ნიადაგი რომ იყო შემზადებული. ხო, ამისთვის. არ გავიგო ეხლა მართლა მაგდენმა ხალხმა იხულა. შეიძლება მართლა ვიღაცას გაუსხას და ბოლო რაღაცა იმედია რამე მოხდეს ისეთი რაც მოსახლეობია წესით. აი ეგ რო არ მოხდეს წინასწარ ამზადებს ეხლა ბიზნესმა მაგისტრის ხალხს რომ აი ის რაღაცა ბიზნესური შუაშისტი ბაბლი ვინც არის, ამათ რომ მართლა არ დაიჯერონ რომ ვაიმე ევროკავშირის ისა ცუდი ყოფილა და მოდი აღარ გავაპროტესტებ. აი ეგ არის ახლა რაც აკეთებენ და სამწუხაროდ გვიგებენ ამბავი ის არის რომ გვიგებენ ანუ აკეთებ ხარ ეს ჩვენ არ გვაქვს ჩვენში იგულისხმება მათ შორის მედიაც, პოლიტიკური პარტიების NGO-ების ყველა ვინც აქეთ ფლანგზე ვარ, ანტირუსულ ფლანგზე არ გვაქვს ჩამოყალიბებული სწორად გათვლილი ისეთი კამპანია, როგორი კამპანიაც ჰქონდა რუსულ კანონის შემთხვევაში. თუ რუსულ კანონის შემთხვევაში როგორი კამპანიაც ჰქონდა ისეთი კამპანია ექნება, ჩვენ მოვგებთ და მაგას როგორც კი გაბედავენ, მაშინაც რა უნდა იყოს ამ კამპანიის თავი გზავნილი თქვენ რაც გთავაზობთ? მათ შორის ის რომ აი ეხლა თვითონ როგორც იძახიან რაღაცა რუსული მანანა არ არის, მათ შორის იძახიან იმას რომ ჩვენი დამსახურება ეს რაღაც თვილი არის რეალურად არაფერი არის მათ დამსახურება მათ პირის და და აქეთ ხარა ზუსტად ისევე მწყობრად ერთად შეთანხმებული მე კი არის არმესის ოღონდ რაღაცა ერთი მესიჯ ბოქსი უნდა იყოს რომელიც დაუპირისპირდება იმას აი როგორც ისინი გამჭვირვალების განაცხადი და ჩვენ რუსულს ახლა ისინი იძახიან რაღაცა ევროკავშირი ცუდია რაღაცა ევროკავშირის ვიზა არ გვინდა რაღაცას რო იძახიან ჩვენს აქეთ კაშიოს გასაგებად მარტივად მოკლედ უნდა უპირისპირდებით სხვა მესიჯ ბოქს ოღონდ ყველა ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ ანუ მე უფრო კარგად ხსნი კი არა ყველა ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და პიარი უნდა მოვუგოთ რომ დადგება ეგ რეალობა რომ მაგას ყობახიძე გაუქმებს მაშინ ბევრი ადამიანი იყოს ვისაც ჩვენ დავაჯერეთ და ვინც ზუსტად იცის რომ ეს რაც მოხდა იმიტომ რომ ხოცებმა დააშავეს და არა იმიტომ რომ ევროპასული ან დიპსტეიტი ან რაღაცა ბოდიალს აქ ხოლმე ან დიპსტეიტის მაგრამ ბიზნესი ხო სულ ეგრე დაიწყო ხოლმე თავიდან ახსენებდა რომ 2012-ში არავინ არ იცოდა ბიზნესი რაღაცა სადღაც რაღაცა ციური თეთრა კაცივით წარმოდგენით მოძრაობდა ხოლმე იმიტომ რომ ანუ ფიზიკურად თუ ვინმე დანახვადია შეხებადია ის უკვე მალე უფასურდება ხოლმე. ანუ ლიდერების ხო ეგრე არიან, ან სასულიერო ლიდერების ხო ეგრე არიან, საბათ შორს უნდა იყოს და მიუწვდომელი უნდა იყოს. როსი მისასწრებელი გახდა, ის და ამაში რომ იდიოტია რა ლაბარაკი არის. ეხლაც მაგას შვება, რომ კონკრეტული მისასწრომი რაღაცები ვერ ნახა და შეგვიძლია რაღაცა დიპსტეიტი რომელიც მიუწვდომელია და რომის დაჯერებაც ხალხისთვის მარტივია, ხო და მათ შორის თუნდაც ეგეც ანუ მე არ მინახავს ქართულ მედიაში იმეს ასე კაპიოდა ეხსნა რომ ეს დიპსტეიტი ხარი იდიოტობა და გოგონილი ამათ უყრიდან და რაღაცა პირიქით საპირისპირო კამპანიაში უნდა მოგებდეთ ჩვენ ამას ვერ მოგებთ საკუთარ მადლობა ეს თემურ გორგაძე იყო თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ოჩი კონსელიძეს ხედა ოჩი შეიძლება რომ გაგესაუბროთ სოციოლოგი და ძალიან საინტერესოა თქვენი დასკვნები თუ თქვენი ხედვებით რომ გაგვიზიაროთ თუ შეგიძლიათ აკროტაკეთ აი დღეს რაც გააქტიურა უცებ ეს გზავნილები რომელიც შეეხება უზომი მოსვლის გაუქმებას ძალიან მარტივად საგრძნობია უცებ გზავნილებში იმის დანახვა რომელიც ცდილობს რომ გააუბრალოს უზომი მოსვლის მნიშვნელობა ჩვენ ვიცით რომ მოქალაქეების უმრავლესობის განწყობა ამ ქვეყანაში არის პროევროპული ხო ამას ნებისმიერი კვლევა აჩვენებს რომ მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს იმას რომ მას სურს ევროპული განვითარება და ევროპული ინტეგრაცია და ამ დროს ასეთ არაპოპულარულ იდეაზე ლაპარაკობს ეს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ვთქვა ხო შემდეგ იქ სხვაებიც გამოჩნდნენ გუსოზარ სუბარინო წილოსანი და ასე შემდეგ რომ თითქოს აქ საქმე ეხება იმასაც რომ სამშობლოს ექნება საფრთხე როცა ჩვენ ლაპარაკობთ უზომი მოსვლაზე რატომ აწყობს ახლა ასეთი გზავნილების არაპოპულარული გზავნილების გააქტიურება ქართულ ოცნებას თქვენ დაკვირვებით თუ შეგიძლიათ ამას რომ არადემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობთ და არადემოკრატიულ
მართლობა წინამორბედში მოდის ევროინტეგრაციის კურსზე. შესაბამისად იმაში გასაკვირი არაფერი არ არის, თუ ჩვენ შეგვიწყება ვიზა ლიბერალიზაცია, ეს ბუნებრივი და ლოგიკური მგონია და ასეც არის და რა თქმა უნდა ამ მოსაზრების მოსამზადებლად ქართული ოცნება გეგმავს, რომ გაავრცელოს თავისი საინფორმაციო საშუალებებით და მოამზადოს თავისი ამორჩეველი და ზოგადად მოსახლეობა იმისთვის, რომ ანუ ისინი მართლაც რეალურად ელოდებიან იმას, რომ შეიძლება შეუჩერდეს საქართველოს უზრუნველყოფის რეჟიმი, ხო? მე ეს მოლოდინი მაქვს. გამზადებენ ნიადაგს შეიძლება ითქვას ამისთვის, ხო? რომ ეს არ იყოს რაღაცა ეს არ იყოს მოულოდნელი. დიდი მღელვარების და დიდი პროტესტის საფუძველი, ხო? გასაკვირველია ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი და თვალ პროპაგანდა სწორედ ამაზე მუშაობს, რომ ყველანაირი აზრი, ყველანაირი შეხედულება გახდეს მისაღები და ნორმალიზება ხდება ნებისმიერი ერთ დროს თუნდაც რამდენიმე წლის წინ ფარაზ ვიძახით რომ აი წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამენ, ამას ვერ შეძლებენ. გასაგებია ხო, იმიტომ რომ ეს თავარი მიზანი ძალაუფლების გამტკიცება, შენარჩუნება და გამტკიცება არის და ამის ირგვლივ ამის გარშემო ხდება ყველაფერი. ხო, ეს ძალაუფლება რაც შეიძლება მაქსიმალურად გამტკიცდეს. და თუ ეს ამისთვის საჭირო რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეწყდეს და საქართველოს მოქალაქეებს უიზოთ ვერ ისარგებლონ ამას ესეც მისაღები იქნება, ამასაც გააკეთებენ და თუ აქ ბევრი მოსაზრება გავიგე იმის შესახებ, რომ ახლა ვინ სარგებლობს ამ უვიზო რეჟიმით და რაც ცოტა ირონიული კომენტარებიც არის ხოლმე, რომ ვისაც სული აქვს და ვისაც შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს და ეს ესე არის, მაგრამ აქვე ამ დაგავიწყოთ, რომ ასობით ადამიანი სეზონური სამუშაოთი დადის ევროპის ქვეყნებში, ყოველ ზაფხულს ხილის მოკრეფა იქნება ეს თუ სხვა თვითონ მკვლევარი ვარ და ამ მიმართულებითაც მიმშავია და უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც აბსოლუტურად პერსპექტივა გარემო აქვს საქართველოში, სარგებლობენ ამ შესაძლებლობით სეზონური სამუშაოთი გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ამის ასევე სამედიცინო გითხით, ხო დღეს ერთ-ერთი ქართველი ექიმი საუბრობდა იმაზე, რომ არ ვიცი ვისთვისო, მაგრამ ბევრი ქართველი პაციენტისთვის საფრანგეთი მაგალითად ნამდვილად სეციური მანანა არისო, იმიტომ რომ იღებს უფასო, ძალიან კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებასო. დიახ, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს და სახელმწიფო შესაბამის სამედიცინო და სოციალურ სერვისს ადამიანები იძულებულები არიან ჩაბარდნენ, ძირითადად საფრანგეთი არის მართალი ხართ ყველაზე პოპულარული დანიშნულება და იქ ავტომატურად იღებენ ამ მომსახურებას სამედიცინოს. სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში ეს რეალობა არ არის შეუძლებელი ხდება ამ გზის გამოყენება ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუჯების. ხო, თქვენ ახსენეთ პროპაგანდა და ნიადაგის მომზადება, ხო, შემზადება. რა საშუალებებით აღწევენ, თქვათ იმას, რომ ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და ვიცით ძალიან კარგად, რომ ევროპაში კარგი ცხოვრებაა და მარტივად ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა, თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებებს, სტანდარტებს და ასე შემდეგ. როგორ ახერხებს ამ დრომდე ივანიშვილის რეჟიმი ამ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, მის გაძლიერებას? აქ ჩემი აზრით მთელი ეს პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებში გააღვივოს შიშები და ესეთ რა თქმა უნდა ომის საფრთხე. კი, ცენტრალური არის მგონი ეს ომის საკითხი, ხო, მთავარი გზავნილი. და ეს ტრამვული გამოცდილებები, რაც ადამიანებს 90-იანი წლებიდან აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ამით სარგებლობს. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართული ოცნებისთვის, რომ ეს თავისი პროპაგანდა იყოს წარმატებული და გარკვეულ შედეგს მიაღწიოს. კი, ეს არის, რატომაც ადამიანები თავს იკავებენ ან დარწმუნებულები არ არიან, თქვათ იმაში, რომ მომავალზე მოხსნა შეიძლება მოხდეს, ხო? აქ რა თქმა უნდა ომის საფრთხის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გაგრძობითი არის უკვე და რამდენიმე წელი გრძელდება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეიძლება დაასრულდეს ეს ომი, ხო? უსაფრთხოების საკითხი რა თქმა უნდა არის წამყვანი და ეს არის რა თქმა უნდა
მთავარი ესე ვთქვათ ბერკეტი, რასაც დათულოსნება ხო იყენებს. და ამას როცა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში და ჩვენ ვიკეტავთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, კარებს, ჩვენ ვჩებით მარტო აგრესორ რუსეთის პირისპირ ყოველგვარი პარტნიორების, დასავლეთის და ევროპელების გარეშე. ამ დროს რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ ვთქვათ, ადამიანებმა გააცნობიერონ და ამაში იაქტურონ როგორც ვთქვათ მედიამ, ასევე პოლიტიკურ პარტიებმა, რომ გააგებინონ ადამიანებს ეს საფრთხეები, რაც რეალურად ექნება ქვეყანას, იმ შემთხვევაში სწორედ მაშინ თუ კი ჩვენ ვჩებით მარტო აგრესორ რუსეთის პირისპირ, ამის გაცნობიერება და ამის მიტანა, თუ სხვა თვისებებია უფრო მნიშვნელოვანი, როგორც გაბედულება, რომ მე შეიძლება ვხედავ საფრთხეს, რომ საფრთხეში მაგდებს ოცნება, მაგრამ ვერ ბედავ, თქვათ, რომ ამ რეჟიმს დაუპირისპირდა, არ მიჯერა იმის, რომ ამ დაპირისპირებას შემოიტანოს შედეგი. რაზე არის დამოკიდებული ამ წინააღმდეგობის წარმატება დღეს თქვენი აზრით? ახსნა და ზოგადად კომუნიკაცია, ინფორმაციის გავრცელება, რაც დაფუძნებულია სიმართლეზე, რაც დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე, რომ იზოლაციაში ყოფნა გამოსავალი არც ეს შემთხვევაში არ არის. ჩვენ თუ ვიქნებით მარტო ეს პირიქით არ უსაფრთხოებას კი არ ნიშნავს, პირიქით საფრთხის გაძლიერებას ნიშნავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გავრცელების გარდა ჩვენ ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და გაბედულებით რასაკვირველია, იმიტომ რომ თუ ჩავთვლით, რომ ეს დისტანცირებას გავაკეთებთ რა, ვიტყვით, რომ ეს პერსონალურად მე არ მეხება და მოდი ჩემთვის ვიქნები და არა უშავს უფრო რთული დროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ეს რაღაც თვითდამშვიდებას თუ მივეცემით, ან ეს რა თქმა უნდა არაფერს არ მოგვცემს სასიკეთეს, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება პრაგმატული ინტერესიც არის, არა მარტო ემოციური და ეს სენტიმენტალური ხო, რაც ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ინტერესებზე საუბარი. ამიტომ ხო, უნდა სოლიდარულები, უნდა გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია, არგუმენტებზე, ფაქტებზე დაფუძნებული და ვიყოთ გაბედულები. ეს სამი რამ მნიშვნელოვანია. და საერთოდ მიდის ახლა ეს პროცესი, გაქვთ რაღაც ოპტიმისტური განწყობა, იმიტომ რომ დღეს 152 დღეა, როცა იმართება საპროტესტო აქცია არაფერ ბათუმში და თბილისში, არამედ ბევრგან ვხედავთ ჩვენ ამ პროტესტს, ხო? თუმცა ჩანს ამოდროულად, რომ ეს პროტესტი არ არის ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ივანიშვილისთვის, ის არ იხევს უკან. რა სჭირდება ამ პროცესს დღეს? რას აჩვენებს ეს წინააღმდეგობის უკვე ეს დღეები, ამ დღეების თუნდაც რაოდენობა? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა არსებობდეს. ამის გარშემო მოქალაქე შეიძლება იყოს ხარდამჭერი ამ პოლიტიკური პროცესის, მაგრამ თავად პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის გარეშე როგორც ერთი პროტესტი ვერ განვითარდება, იმიტომ რომ პოლიტიკური რეპრეზენტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი შეხედულებების, ღირებულებების, თქვა წარმოდგენების, რაც თქვა გვაქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ პოლიტიკური სპექტრი საჭირო რომ უფრო მეტად აქტიური იყოს და მეტად კოორდინირებული უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან ასე ვაკვირდები ოპოზიციური პარტიების ქმედებებში, სულად მეორე ხარისხოვანი ამბები არიან დაკავებული. ხო, ეხლა გიორგი დაასრულე მე რეგეთ. არა, გითხარი. აი კითაძე იყო ეხლა გიორგი კითაძე ჩვენ ლაივშიც ჩავრთეთ დავალაპარაკეთ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ამბობდა რომ ხო ჩვენ რას ვიზამთ ეს ერთია პოლიტიკური პარტიები, იმიტომ რომ ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ოპოზიციაც სუსტია უკვე, ეს აპროდამას უშვებს, მაგრამ ეს არგუმენტია. ამბობს იმას, რომ ხო ეს ნიშნავს იმას, რომ ავტორიტარიზმის შემთხვევაში პოლიტიკური ოპოზიციაც უჭირს, მაგრამ მეორე მხრივ რახან ამდენი ხნის განმავლობაში არის ეს წინააღმდეგობა და წინააღმდეგობა არ ჩერდება, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ივანიშვილს არ გაქვს საშუალება და რესურსი, რომ დაამყარო ამ ქვეყანაში საბოლოოდ რაღაც დიქტატურა, ეთანხმებით ოპოზიციას. ბოლო ვერ გავიგე ნაწილი, იმიტომ რომ ანუ რახან ამდენი დღის განმავლობაში შენი აგრესიის მიუხედავად შენ ვერ აკრობ წინააღმდეგობას და პროტესტის კერებს ქვეყანაში, ეს აჩვენებს იმას, რომ შენ არ გაქვს პრაქტიკულად იმის რესურსი, რაც არ უნდა გვებრძოლო მოქალაქეებს, რომ შენ დაამყარო დიქტატურა ქვეყანაში. კი, მაგრამ შეხედეთ ჩვენ მართალია 140 დღე გავართ, მე რამე 152 დღეა. 152 დღე. კი. ხო, მაგრამ ეს პროტესტიც ნაკლებად ხალხოვალია, ვიდრე პირველ თვეში, ყოველთვის მეორე თვეში. ეს
ან მოქალაქეებს ესე იმედად ყოფნა, რომ ისინი იმდენად მედლად იქნებიან, რომ რაღაც კითხული რაოდენობა ყოველთვის ქუჩაში დადგება, არასწორი ხედვა არის ჩემი აზრით პროცესის. იმიტომ რომ აქ მოდის იმედგაცრუება, სხვა საკითხები, რაც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. და რეალურადაც ხედავთ იმ საფრთხეს, რომ შეიძლება მართლაც დამყარდეს დიქტატურა ამ ქვეყანაში, ხო? და ყველანაირი თავისუფლების კუნძულები გაქრეს. მათ შორის ოპოზიციაც, მედიაც და ასე შემდეგ. უბრალოდ ან ოპოზიციურ პარტიას მეტყას უცდელობა აქვს მოქალაქის განსხვავებით პოლიტიკურ პროცესზე გულისხმობს. ანუ მისი ინიციატივა აუცილებელი რომ აიღონ და გარკვეული ხედვა წამოვიდგინონ იმ ადამიანის, ვისაც სულ არ არის საქართველოში როგორ იქნება ცხოვრება. დიდი მადლობა, ეს ოჩი კონცელიძე იყო, სოციოლოგი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს პროტესტი 152 ღამეა ბათუმში, ტრადიციული შეკრების ადგილას გამოვიდნენ დღესაც მოქალაქეები. ეს არის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა და საკონსტიტუციო სასამართლო, რომლისთვისაც დღესაც დგანან მოქალაქეები მტკიცე და პრინციპულად ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ ამ წინააღმდეგობის გაჩერებას, მაშინ როცა ქვეყანაში არის ასეთი საფრთხეები. ნინო, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ, ნინო გოგოლი, რას ფიქრობთ დღეს გააქტიურებულ გზავნილებზე, რასაც გალაპარაკებიან ოცნების ლიდერები, რომ არაუშავს თუ კი უზომიმოსვლა გაუქმდება ქვეყანას, ეს არ არის ეთიური მანანაო, დღეს საუბრობდა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალო პაპუაშვილი. მე მგონია რომ ეს არის ძალიან დიდი დაცინვა. ანუ ეს არის ყველაზე დიდი მასშტაბი, რაც შეიძლება გაუკეთოს ახალ საზოგადოებას. ამდენი წლის ნაშრომი წლების განმავლობაში ძლივს მივიღეთ, რომ ქონოდა ამხელა ბედნიერება, რომ საზოგადოებას ემოგზაურა ევროპაში, დასაქმებული იყვნენ ესწავლათ. ეხლა ვიზის ანუ ესეთი დაბლოკვა და ესეთი რაღაც ცინიკური მესიჯების თქვა საზოგადოებას ზეციური მანა, მე პირველად რომ მოვისმინე, რა თქმა უნდა ძალიან გაუბრაზდი, მაგრამ ყველას ფერზე უფრო მეტად გამაღიზიანა ამ დოზის ცინიზმა. სულ ფიქრობ, რომ რა შეიძლება კიდე მოიფიქრონ, ანუ რითი შეიძლება კიდე გაგვაოცონ, ანუ ეს არის სისულელის პიკი, ანუ ამაზეც თუ საზოგადოება კიდევ არ გამოფხიზდა, თუ ვინმეს ძალიან რომანტიზმი აქვს რაიმეს და ცდილობენ გამარჯვებას, ამაზე დიდ დანაშაულს უკვე ვეღარ ჩაიდენენ. და ვფიქრობ, რომ უკვე გადალახეს წითელი ხაზები და საზოგადოება უნდა გამოვიდეს, გამოფხიზდეს. ვფიქრობ, რომ ესენი ფიქრობენ, რომ ვაკუუმში ვიცხოვროთ, საერთოდ სიბნელეში ვიცხოვროთ და ანუ მათნება რომ იყოს ალბათ კომუნისტებსაც დააბრუნებენ და სხვანაირად დაწერდნენ ისტორიას და მართლაც ვიფარო საფრთხე ძალიან თხოვთ, ანუ მართლა გემუდარებით ჩვენი შვილების გამო, თქვენი შვილების გამო, ქართველი ბავშვი მომავლის გამო უნდა გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მოგზაურობა არ არის, რა თქმა უნდა, ვიზის უარყოფა, ხო? ანუ ეს არის ჩვენი პერსპექტივა მომავალში, განათლება, პირველ რიგში მე რისთვისაც აქ ვდგავარ, ეს არის ის, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს ღირსეული მომავალი, ღირსეული განათლება, ევროპული განათლება. მეც მინდა რომ ჩემი შვილი სწავლობდეს გერმანიაში და მე მგონი ყველას ისე როგორც ოცნების მაღალჩინოსნების შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ ევროპის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში და კიდევ მეორე პარადოქსი და უდიდესი ცინიზმი, რომ თავიანთი შვილებისთვის უნდათ კარგი განათლება, კარგი გარემოში, საფრთხე გარემოში ცხოვრება და ჩვენ სამშობლოს უქმნის საფრთხეს ევროპასთან უზომიმოსვლა დღეს ასევე ამბობდა ოცნების ერთ-ერთი განაყოფი პარტიის, ანუ პრაქტიკულად ოცნების წარმომადგენელი სოზარ სუბარი. ანუ სამშობლოს და კარგავთ, თქოს ესეთი ამის მთავარი გზავნილი, თუ კი ჩვენ ასე გავაგრძელებთ. სუბარის კომენტარები იმდენად ბევრჯერ იმდენად ისეთი განცხადებები გააკეთა, მე არ მიყავს მისი განცხადებები. არ იყო მოულოდნელი განცხადებები. ეხლა ველოდები რომ კიდევ ბევრ სიცრუეს სიტყვიან, მაგრამ გონია რომ საზოგადოება იმდენად ხიზელია და იმდენად გამოფხიზლებულია, რომ ანუ რადგან გადაილახა ყველა წითელი ხაზი, გაზაფხული არის და ჩვენ მგონია რომ უფრო მეტი ხალხი გამოვა. ველოდები აი ზუსტად ამ ამბების, ამ მოვლენების განვითარების შემდეგ უფრო მეტი საზოგადოება გამოვა გარეთ. იმიტომ ჩვენ უნდა ვიცოთ ჩვენი ქვეყანა და შევინარჩუნოთ ის რაც გვაქვს. ანუ ეს ვიზა არის წლების განმავლობაში ნაშრომი და ხალხის მოპოვებული და მათ არანაირი უფლება არ აქვთ ესე დაგცინონ და საფრთხე შეუქმნან ეს მომავალს მარტოამას. დიდი მადლობა, ეს იყო ნინო გოგოლიშვილი, ხო? თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთია განწყობები დღეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე, პროტესტის 152 ღამეს.
დღეს ჩვენ ველაპარაკებთ ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქართული ოცნების გააქტიურებულ მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილზე, რომელიც შეეხება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, სეციური მანერა ხომ არ არისო, უვიზო მიმოსვლა დღეს ამბობდა შაულ პაპუაშვილი, არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარე. პროტესტი გრძელდება და ძალიან კაფიოდ ჩანს მოქალაქეების სიმტკიცე და შემართება, რომ ისინი არ აპირებენ ამ პროტესტის შეწყვეტას, მაშინ როცა პრაქტიკულად რუსული დიქტატურის დამყარებას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში, მოქალაქეების მოთხოვნა იგივეა, რაც იყო ამ პროტესტის დაწყებისთანავე, რომ უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და რაც მთავარია უკვე ამ წინააღმდეგობის მთავარი გზავნილია თავისუფლება პოლიტიკურ პარტიებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს. მადლობა ყურადღებისთვის, უდროებით.